და 2026 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა იწყება. მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი სრულად გამოისყიდის კერძო მესაკუთრისგან ისტორიულ არეალში მდებარე უძრავ ქონებას, თბილისის ძველ უბნებს, თითოეულ ეზოს, თითოეულ სახლს, აივანს და ქუჩას თავისი ამბავი და განსაკუთრებული ისტორია აქვს. მათმა ნაწილმა კი ჩვენამდე მოაღწია, თუმცა საუკუნეებს ყველა ნაგებობამ ვერ გაუძლო. თანდათან დაიბზარა და სიცოცხლისთვის სახიფათოც გახდა. ამიტომ თბილისის მერია ისტორიულ უბნებში ავარიული სახლების ჩანაცვლებას გეგმავს. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი დღევანდელი სტუმარია ქალაქ თბილისის ვიცე-მერი ბატონი გიორგი ტრემალაძე, რომელსაც მივესალმებით. მოგესალმებით ბატონო გიორგი. დაბრძანდით, მადლობა რომ ამ წინასაარჩევნო პერიოდში გამონახეთ დრო, მოხვედით ჩვენთან ამ თემაზე სასაუბროთ და ვფიქრობ რომ ეს თემა ეხება არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ ცხოვრობენ ისტორიულ უბანში და დაზიანებულ ავარიულ სახლებში. ვფიქრობ თბილისის თითოეულ მაცხოვრებელს კი ბატონო, მოკლედ დავიწყოთ ამ პროექტზე საუბრით, კონკრეტულად რომელი უბნიდან იწყებს თბილისის მერია აღნიშნულ ჩანაცვლების პროგრამას. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და გეგმები გვაქვს ამ მიმართულებით. თქვენ ზოგადად მინდა აუხსნა რომ მიცოდეთ და მოსახლეობამ ეს კარგად იცის რომ რამოდენიმე მიმართულებით უკვე ვახორციელებთ ავარიული სახლების რეაბილიტაციას და ჩანაცვლებას. ერთის მხრივ თქვენ იცით რომ სრული რეაბილიტაცია გუდიაშვილის მოედანი, ორბელიანის მოედანი, ახლა ვიწყებთ სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებს და ეს არის ერთი მიმართულება. ასევე ჩვენ რამოდენიმე წლის წინ დავიწყეთ ავარიული მრავალბინიანი, ასე ვთქვათ, ხრუშჩოვკების და ზოგადად კორპუსების ჩანაცვლება. ოღონდ ეს არის არა ისტორიულ არეალში. კეთილის ტერიტორიაზე თუ სწორედ კეთილი სხვადასხვა ტერიტორიები, აქ არ შედის ისტორიული არეალი. და მინდა გითხრათ, რომ აი სტატისტიკა რო ავიღოთ პირველ წელს 2023 წელს თუ იყო 2 პროექტი, დღეს ჩვენ უკვე გვაქვს 17 გამზადებული პროექტი, მიმდინარე პროექტი. ეს ძალიან დიდი რამ არის და რამდენი ოჯახი წარმოიდგინეთ ელოდება ნაცვლად ავარიულისა. ჩვენ უარი ვთქვით თუ რამე ასე ვთქვათ არის განსაკუთრებული შემთხვევები, მაგრამ ძირითადად ჩვენ გამაგრებებს ვამჯობინეთ ჩანაცვლება და მე მგონი დამეთანხმებით რომ ეს ბევრად უფრო ეფექტური და სწორია. ახლა ჩვენ გვქონდა დიდი გამოწვევა ისტორიულ არეალში, ხო? ამ სრულ ასე ვთქვათ ძეგლების რეაბილიტაცია ერთია, რასაც ვახორციელებთ, მაგრამ ძალიან დიდია ავარიული ფონდი ზოგადად, ეს არის თაწმინდა სოლოლაკი, წანისი, ჩუღურეთი და ამ არეალებში ინვესტორის აქტიურობა ხშირ შემთხვევაში ვერ ხდებოდა გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ის ავთენტურობა, ის ურბანული, ასე ვთქვათ, წესრიგი, რაც არის დღეს და მოცულობები ამ შემთხვევაში ვერ იქნებოდა გაზრდილი და შესაბამისად ადგილობრივი, ასე ვთქვათ, მესაკუთრეების მოთხოვნა და ინვესტორების შემთხვევაში ვერ აცდებოდა დიახ ინტერესი ერთმანეთს. შესაბამისად ჩვენ გამოვედით ინიციატივით და ვამბობთ და შემოვედით რომ 2026 წლიდან ჩვენ ერთი მიმართულება არის რომ ქირებით კი ვთავაზობთ ჩვენ ამ პერიოდში როცა ავარიულ სახლში ცხოვრობს ჩვენ ვამბობთ რომ თუ იქნება 100%-იანი თანხმობა როგორც ეს არის მრავალბინიანების შემთხვევაში ამ ნაწილში ჩვენ მოვახდებთ საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვას. ანუ ნახეთ რატო რა არის აქ მნიშვნელოვანი იდეა შეიძლება ვიღაცამ დასვას კითხვა რაღაც შეყიდულობ ინვესტორი. ინვესტორი როცა ღებულობს მონაწილეობას რა თქმა უნდა მან უნდა მოიგოს. თუ უნდა მოიგოს იქ უკვე მოცულობებზე არის პრობლემა. ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ არ უნდა მოვიგოთ. ჩვენი მოგება არის ის რომ ერთის მხრივ ის ადამიანი რომელიც ცხოვრობს ავარიულ სახლში მას გამოუსწორდეს საცხოვრებელი პირობები და მეორე რომ ჩვენ დავიცავთ იმ წესრიგს და იმ მოცულობებით განვავითარებთ შემდგომ უკვე ამ ტერიტორიას რაც არის ქალაქისთვის მისაღები. და როგორ და ამ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა მოვიგოთ ჩვენ რომც წავაგოთ. ანუ დოტაციაზეც რო გქონდეს თითოეული ასეთი პროექტი რაღაცა პროცენტით 30-40%-ით ჩვენ ამ შემთხვევაში უკვე მოგებულები ვართ და აი ზუსტად ეს გვაქვს იმედი რომ ეს იქნება იმის მარჟა სადაც უკვე მერე ინვესტორი ჩაერთვება და ჩვენ უკვე შემდგომ ამ გამოსყიდულ მიწის ნაკვეთს გარკვეული
პროექტით, ასე ვთქვათ, რომელიც ისტორიულ საბჭოსთან შეთანხმებული არქიტექტურის სამსახურთან და რომელიც ქალაქისთვის არის უკვე მისაღები, უკვე შევთავაზებთ საინვესტიციოდ გამოვიტანთ და ინვესტორს, რომელიც პოტენციურად იქნება ამით დაინტერესებული. შესაბამისად, შედეგი არის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს, ის არის უსაფრთხო გარემოში, ხდება ძეგლის რეაბილიტაცია ან ავარიული, ასე ვთქვათ, არაძეგლის მშენებლობა იმგვარი ურბანული, ასე ვთქვათ, განვითარებით, რაც არის ჩვენი ქალაქისთვის მისაღები, რაც არის ის, რომ ამავდროულად იერსახე, ანუ კულტურული მემკვიდრეობა გადარჩეს, განვითარდეს, იმგვარად, რომელიც ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი. რის გამოც ხშირ შემთხვევაში დღეს ვერ ხორციელდება ჩანაცვლება ჩვენს ქალაქში. მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, რამდენი დრო დასჭირდება ამ ყველაფერზე, როდის ვნახავთ სახე შეცვლილ? აი ნახეთ, მე შეგნებულად ვახსენე, როცა ვთქვი, რომ აი იმ შემთხვევაში, კორპუსების შემთხვევაში, რომ სტატისტიკა თავიდან მე ნელ-ნელა იყო მზარდი. მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება თავიდან რამოდენიმე თვე, შეიძლება ხო იცით როგორ არის მოსახლეობა ფიქრი, იქ 100%, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი შედეგი გვექნება და ჩვენ ეტაპობრივად ძალიან ბევრ ადამიანს ამ კუთხით შევეხიდებით და თან აი ამ, ასე ვთქვათ, პრობლემასაც გადავჭრით ჩანაცვლებით და ჩვენი ისტორიული არეალი გაჯანსაღდება და იქნება კიდევ უფრო ლამაზი და რაც თავარი ის ავთენტურობა იქნება შენარჩუნებული. დარწმუნებული ვარ. გამოსყიდვების შემთხვევაში თუ მოსახლეობა უარი თქვა, რა მოხდება შემდეგ? ანუ მხოლოდ მესაკუთრის უფლება. ამ შემთხვევაში მხოლოდ გამოსყიდვაზე საუბრობ, ხო? ანუ გამოსყიდვას არის და არის კიდევ ჩანაცვლების პროგრამაც, ხო? აი გამოსყიდვის შემთხვევაში. უფლება კონსტიტუციით არის დაცული, შესაბამისად ჩვენ ვერავის ვერ ვაიძულებთ. ერთადერთი თუ იმდენად ავარიულია სახლი, უკვე იქ ჩვენ როგორც იცით, ქირით, პროგრამით და ასე შემდეგ, რომ დროებით გამოყვავს. თუმცა ჩვენ იქ შემდგომ ვერ შევალთ ამ ჩანაცვლების პროგრამით, თუ მათი თანხმობა არ იქნება, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ზუსტად აქ არის და ამიტომ საუბრობ, რომ მე პირველი რაღაც პერიოდი შეიძლება აი როგორც იმ მრავალბინიანების შემთხვევაში იქ 100%-ის, ასე ვთქვათ, თანხმობა გაჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა წამოვიდა. ამიტომ არის აქ რომ მოსახლეობაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, რომ მათი თანხმობა და მათი, ასე ვთქვათ, თანამონაწილეობა იყოს ამ პროცესში. თავარია მოსახლეობამ გაიაზროს, რომ ეს უსაფრთხოებისთვის არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ავარიულ სახლებში ცხოვრება სახიფათოა, რა თქმა უნდა და ბატონ გიორგი, ცოტა დრო გრჩება და რომ გითხრათ, ვის შეუძლია აუქციონში მონაწილეობის მიღება? იმ შემთხვევაში თუ ავარიულ კორპუსში უпростоრად ძველ უბანში ცხოვრობს გარკვეული მოსახლეობა, მათ გაუჩნდათ სურვილი, რომ ამ პროექტით დაინტერესდნენ და მიიღონ მონაწილეობა. როგორ უნდა მოიქცნენ ისინი და ვის ნებისმიერ ადამიანს ჩვენ ნახეთ, ჩვენ პრინციპები გვაქვს ასეთი, რომ ერთის მხრივ მოვახდინოთ გამოსყიდვა, პროექტის საინვესტიციო მომზადება და შემდგომ უკვე კონკურენციის პირობებში ამ პროექტის შეთავაზება ბიზნესზე. აქ უკვე აბსოლუტურად ყველა იქნება, ასე ვთქვათ, ყველას ექნება შესაძლებლობა, როგორც ადგილობრივ მოსახლეს, როგორც ნებისმიერ სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენელს. შესაბამისად, ეს არის ის ძირითადი პრინციპი, რომელსაც ჩვენ უკვე არჩევნების შემდგომ საკრებულოს მხარდაჭერით და დავამტკიცებთ იმ წესს, რომელიც უკვე ზუსტად დეტალებში გაწერს აი ამ პროგრამას. ძალიან კარგი წარმატებები, დიდი მადლობა, მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე.